დღევანდელმა დღემ კიდე დაამტკიცა, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო გვერდით ახალგაზრდებთან. აუცილებლად. ეს არის ჩვენი მომავალი. 90 წელი, აი მართლა ჩემთვისაც რაღაც სრულიად ესეთი დაუჯერებელი ციფრებია, რომ ამ ხნის ასაკში ქალმა შეიძლება შეძლო რომ ამოხვიდეს სცენაზე, მაინც თქვა შენი სათქმელი, მაინც იმღერო და მე ამ ხელა სიყვარული მიიღო. აი ეგ რაღაცა კიდე სხვა ჯადოქრობა, რომელიც ჩემთვის ცოტა რთულია, რომ ეხლა სიტყვებით გამოვთქვა. ნანი ბრეგვაძის შემოქმედება თაობებისთვის ერთნაირად ახლობელია, რადგან ის არ არის მხოლოდ ერთი ეპოქის სიმბოლო. ქართული სცენის დედოფალი სცენას თანამედროვე შემსრულებლებთან ერთად იზიარებს, ძველ ყველასთვის საყვარელ ჰიტებს ახალი ჟღერადობით აცოცხლებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნამდვილი ხელოვნება თაობებს შორის გადებული ხიდია. იყო ძალიან ბევრი მიმართულების და ხასიათში გადაწყვეტილი სიმღერები, ხო? იყო სტანდარტულად როგორც აკადემიურად მღეროდა ნანი, მაგრამ ასევე იყო ის, რაც მაგალითად გააკეთა ალექსანდრესთან ერთად, ხო? სტეფანესთან ერთადაც ეს არის გათანამედროვებული ეს მისი ძველი ჰიტები. დღეს ახლა უყურებდი, ვაკვირდებოდი და ხვდებოდი, რომ ყველა თაობას მათ შორის იმ უფროს თაობას, ვისთვისაც შეიძლება უფრო რთული აღსაქმელია ეს სითამამე. იცით რა მოწონთ? რომ ნანი არის იმ დონის, რომ მას შეუძლია ესეთი ნაბიჯი გადადგას და აი ამ ახალგაზრდებთან ერთად ელექტრონულ მუსიკაშიც იმღეროს და ჯაზიც და აი ესეთი იყოს. შემოიხსნის სანისლების რიდან ზეამოვა და შეწყდება საქართველოს ყველაზე დიდი ადამიანის დაბადების დღე იყო და მადლობელი ვარ მისი ყველა ფრაზის, ყველა გერის, ყველა მელოდიის, ყველა ნამღერის მადლობელი ვარ და როგორი ადამიანიც არის იმის მადლობელი ვარ. საიუბილეო საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე. ეს არის მადლიერების გამოხატვა ხელოვანის მიმართ, რომელმაც ქართული მუსიკა მსოფლიო კულტურული სივრცის ღირსეულ ნაწილად აქცია. რაღაც ცხოვრებაში რაც უნდა ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო ესეთი ეს საღამო იმდენად დაუჯერებელია და დაუჯერებელ დროში მოხდა ორგანიზება იდეიდან აი დღეს რაც მოხდა აქამდე, მაგრამ სახელი ნანი იმდენ სიყვარულს, იმდენ ბედნიერებას, იმდენ მშვენიერებას იტევს, რომ მის გარშემო აი რაღაცნაირად მართლა ჯადოსნურად მოხდა გაერთიანება, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ მუსიკოსები. მხარდაჭერის გარეშე რა იდეაც არ უნდა გქონდეს, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ კარგი იდეების მხარდაჭერას მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი. კომპანია Coca-Cola Bottler Georgiasთვის განსაკუთრებული პატივია იყოს ამ ისტორიული საღამოს წარმდგენი და თავისი წვლილი შეიტანოს ლეგენდარული მომღერლის ღირსეულ იუბილეში. ეს არის კომპანიის ერთგულება ქართული კულტურის, ხელოვნებისა და იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს, რადგან არის საღამოები, რომლებიც ისტორიად რჩება. ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე კი სწორედ ასეთი მოვლენაა. მოვლენა, რომელიც ცილდება ერთი საღამოს ფარგლებს და ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ეს არის თაობების შეხვედრა ერთ სცენაზე, პატივისცემა ხელოვანის მიმართ, რომელმაც ქართული სიმღერა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსმენელის წინაშე წარადგინა. არ ვიცი რა სიტყვებით გამოხატო სიყვარული პატივისცემა ქალბატონი ნანის მიმართ. მისი შემოქმედების მიმართ და საერთოდ მისი გავლილი ცხოვრების მიმართ, რადგან მხოლოდ მაგალითებია, რაც შეიძლება რომ ადამიანმა დაინახოს და შეიგრძნოს არაჩვეულებრივი რეპერტუარი, თუ არაჩვეულებრივი დღევანდელი შესრულებით. მთელი გული თუ ოცავ იუბილეს
და დღევანდელი კონცერტი კი იყო განსაკუთრებული მუსიკალურად იყო არაჩვეულებრივად არ ვიცი დახატულივით იყო, იმიტომ რომ თემები ისე ეცვლიდნენ ერთმანეთს და მუსიკოსებიც ხო განსაკუთრებული იყო მართლაც ზღაპრულის საღამო არაჩვეულებრივი იყო. Oh